ქართული ენა საოცარი ენა და სიტყვა თავისუფლებაც რეალურად მისი ორგვარი გაგებით ყველაზე უკეთ შეიძლება ამ ენაში ამოვიკითხოთ. მაგალითად, თავის უფლად ყოფნა, ანუ როცა საკუთარი თავისუფალი ხარ და აქ შეგვიძლია მოვიხმოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი თავისი გენიალური მერანით, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ საკუთარი ბედის სამძღვარი გადალახოს. ანუ არაფერი ის რაც ნიშნულობს ქვეყნად მისთვის ღირებული აღარ არის ბედის საზღვრის გადალახვის მერე ხდება საკუთარი თავის უფალი და მხოლოდ საკუთარი თავი მნიშვნელობს. რაც შეეხება მეორე გაგებას, ეს ალბათ უფრო სოციალური თავისუფლებაა, იმგვარი თავისუფლება, როგორიც გარკვეულწილად ჩვენ მოქალაქეებს გვმართებს და აქ უკვე რეალურად ვეფხისტყაოსანი არის საუკეთესო მაგალითი და ავთანდილის ლოცვა, რომელიც სრულად უცნაურია ლოცვათაგან და ითხოვს საკუთარ სურვილთა დათმენას უფალო უფლებათა როცა მიმართავს. რაც ნიშნავს თავის მხრივ იმას, რომ ადამიანი ცდილობს შემოისაზღვროს საკუთარი თავისუფლება და გაითვალისწინოს სხვისი. ანუ საკუთარ თავს დაეუფლოს. ეს უკვე მეორე გაგება აი ამ სიტყვიდან. რეალურად, მაგრამ რადგანაც კაცნი ქვიან შვილის სოფლისა, როგორც ბარათაშვილი გვეუბნება, ჩვენ ალბათ მეორე თავისუფლებას უნდა ვახორციელებდეთ სოციალურ ცხოვრებაში და პირველს რაც შეეხება იმის დროც ალბათ ოდესმე დადგება.